არის მე მგონი გავედი ეთერში მაგრამ არ ვიცი ხარისხი როგორია თუ ვინმე ხართ ეხლა ჩატში თუ ხართ ვინმე იქნებ გამაგებინოთ როგორი ხარისხით მოდის ხმა მოდის თუ არ მოდის დაბალია მაღალია ხმა როგორი ხმაა და გამოსახულება აქ რაღაცა პრობლემას მიწერს მაგრამ შეიძლება არც იყოს პრობლემა ხომ სინამდვილეში არ ვიცი რა ხდება ეთერში მე ჩემთვის ვხედავ ისე რომ პრობლემა არ არის მაგრამ აქ რატომღაც მიწერს რომ პრობლემაა ხო ნუ მოკლედ ისეა თუ ასეა გამარჯობა ალექსანდრე გამარჯობა როგორ გესმის ჩემი ხმა ეს დამიწერე და როგორ მოდის გამოსახულება რამე პრობლემა ხო არ აქვს ძალიან კარგი მაშინ ძალიან კარგი აქ მიწერს რომ რაღაც პრობლემა აქვს მაგრამ სინამდვილეში მე ვხედავ ჩემთავს და იმასაც ვხედავ რომ პრობლემა არა ანუ უბრალოდ მატყუებს ხო სალამი ყველას მოგესალმებით ვინც ხართ ეხლა ჩატში და ვინც მერე უყურებთ ჩანაწერს და დღეს მინდა პირველ რიგში გავცე პასუხი აი იმ დაგროვილ შეკითხვებს რაც არის და კარგი იქნება თუ პირდაპირ სტრიმზეც დამისვათ შეკითხვებს იმიტომ რომ აქვე უფრო მარტივია გაგცეთ პასუხი და დაგანახოთ კიდევაც რა და როგორ მოდი პირველი ნახან ეხლა არ მწერთ შეკითხვას პირველი რაც მინდა თქვა ეს არის ყველას აინტერესებს დამწყებს აინტერესებს როგორ და რითი დავიწყოთ სიგარეტზე თავის დანებება და ვეიბზე გადმოსვლა რამოდენიმე რჩევა მაქვს ნანახი სხვადასხვა ვეიპერების და ადამიანების რომლებიც ურჩევენ ერთჯერადი იყიდე და ნახე როგორ მოგეწონება და იქიდან გამომდინარე გადაწყვეტეო იქიდან გამომდინარე რომ ერთჯერადები 99% არის სალთ ნიკოტინით მე არავის არ ურჩევ ერთჯერადებით დაიწყოს ვეიპინგი იმიტომ რომ ერთჯერადებით რომელშიც სალთ ნიკოტინია და მოდი შევთანხმდეთ სადაც ითქმება 99% ეს ნიშნავს რომ სულ ესეა იმიტომ რომ თქვენ არ შეგიძლიათ მაღაზიაში შეხვიდეთ და იმათ მოსთხოვოთ ერთჯერადი ჩვეულებრივ ნიკოტინს ჯერ ერთი გამყიდველმა თვითონ არ იცის რას ყიდის მეორე უბრალოდ არ შემოდის ეს სპეციალურად უნდა შეუკვეთო ჩვეულებრივ ნიკოტინზე და ამას არავინ არ აკეთებს ну შეიძლება 1% აკეთებდეს მაგრამ 1% არაფერია იმიტომ რომ თქვენ ვერ შეძლოთ ამის ყიდვას თქვენ რასაც იყიდით ერთჯერად შეხოთ მაღაზიაში თუ ჯიხურში თუ სადმე რომ იყიდოთ თქვენ შეძლებთ იყიდოთ ერთჯერადი რომელშიც ასხია სითხე
სალთ ნიკოტინით. შესაბამისად, ერთჯერადი მოწყობილობით მე არავის არ ურჩევ დაწყებას, იმიტომ რომ დაწყება ვეიპინგის რა თქმა უნდა შეიძლება შესაძლებელია ერთჯერადით, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ შიგნით ასხია სალთ ნიკოტინი, თქვენ პერსპექტივაში დაუბრუნდებით ისევ სიგარეტს. იმიტომ რომ სალთ ნიკოტინს აქვს ესეთი თვისება. რაც უფრო მეტს მოიხმარ, მით უფრო მეტი გინდა. ანუ თუ თქვენ დღეს მოიხმართ 2%-იანს, რაც იმას ნიშნავს, რომ 20 მილიგრამია ნიკოტინის სითხეში, ხვალ თქვენ მოიხმართ 30 მილიგრამს. ზეგ მოიხმართ 50 მილიგრამს. მაზე მოიხმართ იმაზე მეტს უბრალოდ, ვიდრე ზეგ ხმარობდით და ესე შემდეგ. ანუ ეტაპობრივად ზრდით დოზას. და როდესაც უკვე მიხვალთ იმ დონემდე, რომ მიხვდებით, რომ ეს კარგს არაფერს არ მოგიტანთ, გადახვალთ ისევ სიგარეტზე, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ვეიპინგზე გადმოსვლა, ჩვეულებრივ ვეიპინგს მე ვეძახი. ვეიპინგს, სადაც სითხე მოიხმარება ჩვეულებრივ ნიკოტინზე დამზადებული. ანუ სითხეში გარეულია ჩვეულებრივი ნიკოტინი. ჩვეულებრივ ნიკოტინის თვისებაა დაიწყებთ მაქსიმალურით და ნელ-ნელა ჩამოდიხართ მინიმალურზე. ჩვეულებრივ ნიკოტინს აქვს ესეთი თვისება, რომ აგრძნობინებს ადამიანს, როდის არის ზედმეტი იმისთვის ეს ნიკოტინი და ადამიანი ამცირებს ნიკოტინის შემცველობას სითხეში. სალთ ნიკოტინის შემთხვევაში არის პირიქით. ადამიანი ზრდის ნიკოტინის დოზას სითხეში. შესაბამისად, არავის არ ურჩევ დაიწყოს ერთჯერადით. და საერთოდ მე არავის არ ურჩევ ერთჯერადს. იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, ერთჯერადს რითვისაც გააკეთეს ის ერთჯერადები, 300 ნაპასიანი იყო, თუ 500 ნაპასიანი, თუ 600 ნაპასიანი, პრინციპში ყველა 100-130 ნაპასიანი იყო ეგენი. აი მაგ ერთჯერადებს არავინ არ მოიხმარს დანიშნულების ამებრ. ეგ იმისთვის იყო, რომ დაუშვათ თუ არ გქონდათ საშუალება, რომ ვეიპი მოგეხმარათ ან დაჯდა ან რაღაცა, ვერანაირად ვერ იღებდით ნიკოტინს, სიგარეტს ხო არ მოწევდით, არა? მაგ შემთხვევაში დაგერტყათ 1 ნაპასი ან 2 ნაპასი იმ ერთჯერადზე და დაგმაყოფილებულიყავით. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრ ნაპასს არ ტყავს ხალხი იმ ერთჯერადზე. პრინციპში აორთქლებენ ისე, როგორც ჩვეულებრივ ნიკოტინზე დამზადებულ სითხეს და ეს არის კატასტროფა. ეს არის სრული კატასტროფა, მე ვხედავ კარგად მე სკოლასთან ვცხოვრობ. და კარგად ვხედავ, როდესაც გამოდიან ბავშვები სკოლიდან, ადრე შემოდიან ჩემთან ეზოში. ჩვენი კორპუსის ეზოში. ადრე სიგარეტს ეწეოდნენ, ეხლა ერთჯერადებს ეწევიან. ხო, და მე არ შემეშალა ერთჯერადებს ეწევიან. და არა აორთქლებენ. იმიტომ რაც იქ ხდება, ამას ვეიპინგი არ ქვია. და არ წავენ 1 ნაპას, 2 ნაპას, 10 ნაპას ვხედავ, რასაც აკეთებენ და მე წევით სკდებიან, იმიტომ რომ პერედოზი აქვთ. ამიტომ მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ ერთჯერადების. თუმცა ბევრს მოსწონს და სახელმწიფოსთვისაც ძალიან მარტივია, რომ ამოიღოს ამ ერთჯერადებიდან თავისუფლად ამოიღოს გადასახადი. რაც ძალიან ცუდია. არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე და საერთოდ ჩვენი ადამიანების ხალხის ხარჯზე გადასახადების ამოღება. მაქსიმალურად მოუჭირეს
ჩვეულებრივ ნიკოტინზე დამზადებულ სითხეებს მაქსიმალურად მოუჭირეს და ხალხი იძულებულია, იმიტომ რომ ერთჯერადები ძალიან მარტივი საყიდელია მოიხმაროს ის ერთჯერადები. მე ვამბობ ახალ ბედებზე და აი ვინც ახლა შემოდის თორე ვინც ვერიპერია უკვე იმან იცის რა მავნებლობაც არის ეს ყველაფერი და ის არც იგარება, მაგრამ ახალი ადამიანები, ვეიპინგში შემოსვლელი ადამიანები არიან ძალიან ბევრი. ეს იგრძნობა ჩემ არხზე, გამარჯობა ზურა, გამარჯობა. ჩემ არხზე რამდენი ნახვა აქვს ვიდეოს ერთჯერადის შესახებ და მით უმეტეს ერთ-ერთი ვიდეოა ერთჯერადების დატენვას უკავშირდება, ეს ადრე იყო ბუმი, დატენვა უნდათ, არ იცოდნენ როგორ დაეტენათ, პრინციპში დატენვა ერთჯერადის როგორ შეიძლება, ერთჯერადი არის ერთჯერადი და არა მრავალჯერადი. იქ ძალიან ბევრი ნიუანსია და თუ არ გავითვალისწინებთ ამას, ძალიან მავნებელი ხდება ის. ძალიან მავნებელი ხდება. და რა საჭიროა მაშინ? საერთოდ ვეიპინგი თუ კი იგივე მავნებლობა მოაქვს, როგორც დაუშვათ სიგარეტს. ანუ ერთჯერადი მოწყობილობის მრავალჯერადად გამოყენება, ეს არის კატასტროფა. არავის არ ურჩევდა, არ შეიძლება ესეთი რაღაცის გაკეთება. მე უბრალოდ ის გადავიღე, იმიტომ რომ ბევრი იყო ისეთი, რომელიც მაინც ცდილობდა დაეტენა და იქ ხელი რო არ დაეწვა და სახლი რო არ დაეწვა, ამიტომ ვანახე როგორ შეიძლება დაიტენოს. თორემ ერთჯერადის დატენვა და მეორადად გამოყენება არაფრით არ შეიძლება. ერთ მარტივ მიზეზს ვიტყვი, თუ ის ადამიანები ნახავენ ამ ვიდეოს, ერთ მარტივ მიზეზს ვიტყვი, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ სითხეც ჩაასხათ ერთჯერადში, აკუმულატორიც დაუტენოთ, მაგრამ თქვენ ვერაფრით ვერ შეძლებთ გამოცვალოთ სპირალი. ვერანაირად ვერ შეძლებთ სპირალის გამოსვლას და აი ამ დაბინძურებული სპირალით თქვენ ღებულობთ ძალიან დიდ მავნებლობას. ხო, გადავედით ახლა კითხვებზე, ალექსანდრე. მე მაინტერესებდა როგორ უნდა ავარჩიო მოდი და ბაკიც, მაგრამ უფრო მოდი მაინტერესებს ახლა და რომელიმე კონკრეტული ფირმის თუ საქმე რა შეიცი, აი ახლა ამ მომენტში შენ რას აორთქლებ? ანუ რას ხმარობ? აი ამ მომენტში. სანამ დაუშვათ დაამატებ კიდევ რამეს, ბაკს ხმარობ, პოდს ხმარობ. აქედან გამომდინარე შემიძლია გითხრა. ნუ რა თქმა უნდა, რამოდენიმე კითხვას კიდევ დაგისვა. ხო. ერდია გაქვს ეს შენ რითი დაიწყე მითხარი? საერთოდ. ანუ ერდია გაქვს და ერდიას აორთქლებ ახლა? პირდაპირ დრიფტი დაიწყე? მაინტერესებს რითი ანუ გამოცდილება რა გაქვს ვეიპინგის? რამდენი ხანი და რას აორთქლებ, რომ აი ახლა გინდა გადახვიდე დაუშვოთ ბაკზე. რახან წერ რომ ბაკის შერჩევა გინდა და იმის მოდის. საერთოდ მოდს ჩვენ ვარჩევთ შესაბამის რა ბაკიც გვაქვს, იმის შესაბამის მოდს ვარჩევთ. პირველი მოდი. რა თქმა უნდა, მე ყველას ურჩევ, რომ იყოს 2 აკუმულატორს. რატო ურჩევ? იმიტომ რომ
ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის მოხსნათ ატომაიზერი და გავუკეთოთ მეორე ატომაიზერი მოც. მაგრამ როდესაც მოდი გვაქვს ერთ აკუმულატორიანი, იმან შეიძლება ვერ გაკაჩოს დაუშვათ თუ მოგვინდა ორსპირალიანი ბაკის გაკეთება, ხო? შესაბამისად, საყიდელია დამატებით მოდი. აი ერთ აკუმულატორიანი მაგალითად ეს, ხო? ეს მოდი გაკაჩავს MTL atomisers, გაკაჩავს ერთ სპირალიან atomisers, მაგრამ ვერ გაკაჩავს ორ სპირალიან atomisers. არადა, რა თქმა უნდა, დაგჭირდებათ. როგორც ერთ სპირალიანი, ისე ორ სპირალიანი და MTL-იც აუცილებლად დაგჭირდებათ, იმიტომ რომ ღმერთმა დაიფაროს მუდამ ორ სპირალიანი ავართქლოთ, ხო? რა თქმა უნდა, ესე შეიძლება, მაგრამ არ გეჩვევთ. MTL-ი უნდა გქონდეთ ისე ხელში, იმიტომ რომ MTL-ს ნაკლები ორთქლი აქვს, ერთი ნაკლებად შეაწუხებთ ხალხს და ესე შემდეგ. და ნაკლები სითხე იხარჯება MTL-ით. ბაკით დავიწყე. ვეიპენ 22. ეგ ბაკი არ არის, ეგ სტიგია. RTA უფრო გინდა რა იცოდე რომ RTA-ს გემოს გადმოცემის უნარი უფრო დაბალი აქვს ვიდრე RDA-ს. მაგრამ RTA გაცილებით მარტივი მოსახმარია. ბაკი არა უფრო RTA-ზე გადასვლა მინდა. RTA ბაკია. ბაკს ქვია RTA. მე არა მაქვს გაკეთებული, პრინციპში გაკეთებული მაქვს, როგორ არა მაქვს. მაგრამ არ დავდე ის ვიდეო. თორემ მოდებიზეც გავაკეთე და ბაკებზეც მოდი ახლა. გეტყვი რა. და სხვაებიც ნახავენ, რა თქმა უნდა. რადგან ესეა. აი ეს არის RDA. რატომ არის ეს RDA? იმიტომ რომ ამას არ აქვს რეზერვუარი. ხო, გასაგებია უსპირალო არის, ქარხნული ქოილებით არის, მაგრამ ეგიც ბაკია, მაგასაც ბაკი ქვია. აი, რა მინდა განახოთ, ეხლა მარტო შენთვის არ ვაკეთებ ამას, სხვამაც რო ნახოს მინდა. აი ეს არის RDA, ანუ დრიპკა, როგორც ეძახიან. ამას ბაკი არ აქვს. აქ იდება ბამბა, ეს არის ზევიდან ხუფი და მერე ეწვეთება სითხე უკვე ბოთლიდან პირდაპირ აქ. და ესე ვაორთქლებთ. ეს არის RDA. ანუ მე რასაც ვლაპარაკობ, ყველაფერი ატომაიზერია, ატომაიზერი ქვია. ეს RDA ატომაიზერია. ეს გავწმინდეთ თორემ ტვერიედო. ეს არის RTA ატომაიზერი. ანუ RTA ატომაიზერი როგორ? RTA, RDA. ბოლო ასო A ნიშნავს ატომაიზერს.
ანუ RTA არის ეს. RDA არის ეს. ეხლა ამან არ დაგაბნიათ, რომ აქ შუშა აქვს. ამას უბრალოდ შუშა აქვს. ესეთი მოდელია. თორემ აი ესეთებია ძირითადად. აი ესეთები. ძირითადად არის ესეთები. ძირითადად შუშა არ აქვს. იმას მე მგონი ერთადერთია, რომელსაც შუშა აქვს. და რატო გავუკეთეს ეს შუშა, არ ვიცი. ფუნქცია არ აქვს იმ შუშას. ეს არის ბაკი. უბრალოდ ვეძახით ბაკს. RTA-ს. ამას ვეძახით ტრიპკას. ანუ შენ ხმარობდი ტრიპკას, ხმარობდი რა ხმარობ როგორც მივხვდი და ხმარობდი კიდევ რაღაც ქოილიან ბაკს. და გინდა გადმოსვლა ჩვეულებრივ RTA-ზე, რომელშიც იცვლება სპირალი და იდება ქოილი. მაგ შემთხვევაში აი დღეს რაც არის, ხო? დღეს რაც არის. იმ ქოილიან ბაკს რა აი P92-ს რომელიც მოყვება სტიკში. ეგ ხო არ ეძრობა რა. ეგ როგორც ბაკი ისე ვერ გამოიყენებ თვითონ იმის ნაწილია, სტიკის ნაწილია. შეგიძლია დღესდღეობით რაც არის გაყიდვაში, აი ესენია. აი ეს არის Wendy Vape-ის Blaze ესე ქვია. ეს აიღო. შეგიძლია აიღო დიადრაბიტი და შეგიძლია აიღო აი ეს. მაგრამ ეს არის ერთსპირალიანი. ერთსპირალიანია ეს. კი მაქვს სტიკი, მაგრამ კიდევ ახალი აპორესუს. ხო. საერთოდ მოდი გაქვს დრაგ 3, ხო? ნუ რაღაცა პირველი ხანისთვის წავა. მაგრამ ერთი რამ მიგვირს იცით? აი ამ ჩემ ვიდეოებში რასაც ვამბობ, რომ აი ეს მოდები არ ვარგა, ეს მოდები ვარგა. აი ამას ეხლა შენზე არ არის ლაპარაკი, საერთოდ ძალიან ბევრი მწერს და რაღაც ვერ ხვდები. რაზედაც ვამბობ, არ ვარგად ხო, მაინც იმას ყიდულობთ. და აი ამას ვერ ხვდები, ანუ პირიქით აკეთებთ. ნუ კარგი გავატაროთ ეს. ხო, ნუ დრაგ 1 იყო კარგი მოდი რა, კარგი პლატა ქონდა დრაგ 1-ს, იმიტომ რომ დრაგ 1-ს ქონდა ამერიკული პლატა, ამერიკელებმა გაუკეთეს, მაგრამ მერე ისე გააფუჭეს ყველაფერი, რომ აგერ დრაგ 4-ში უკვე საერთოდ კატასტროფა ხდება. დრაგ 4 რო ავიღე და რო ვნახე რა იყო, საერთოდ ჩავიქნიე ხელი ბუფუს. ისიც ხო დიდი წარმოდგენა არ მქონდა რა. და მოკლედ შეგიძლია თავისუფლად შეგიძლია აი ეს რო იყიდო, ესე დღესაც არის გაყიდვაში, ეს არის Wendy Vape-ის არის ესა. აი ეს ატომაიზერი Destiny ქვია.
ერთსპირალიანი კარგი ატომაიზერია. ხარისხიც კარგი აქვს. კარგი. ნაჩუქარი საერთოდ ყველაფერი კარგია. კარგი გემოს გადმოცემა აქვს, ხარისხიც კარგი აქვს და შეგიძლია იყიდო ძვირიც არ არის. ანუ მე ვამბობ, შეგიძლია იყიდო, მე ვამბობ გამოწერას. თორე საქართველოში სად იყიდი და როგორ იყიდი და რამდენად იყიდი წარმოდგენა არ მაქვს. არის თუ არა საერთოდ საქართველოში ისიც არ ვიცი. თუმცა მე საქართველოში ვიყიდე. თბილისში ვიყიდე. ეს არ გავომიწერია. მთავარია კლონი არ იყიდო. ანუ კლონები არის ბევრი, მით უმეტეს ცნობილი ბაკების კლონები ბევრია. დაუშვათ სიტყვაზე ეს თუ ღირს $30 სიტყვაზე ვთქვათ, ხო? კლონი ღირს $15. კლონში ფულის გადაყრა არ გირჩევთ, იმიტომ რომ ეს მართლა ფულის გადაყრა. ეხლა აი ამას რო იყიდი, გამოყვება დაუშვათ რამოდენიმე წელი და გექნება. იმიტომ რომ ეხლა აი მე რა ბაკებიც მაქვს, ხო? ყველა ისევ სახეზე მაქვს. არც ერთი არ გაფუჭებულა, მაგრამ კლონი გაგიფუჭდება ორ კვირაში თუ არა, ორ თვეში ნამდვილად გაგიფუჭდება და გადასაგდები იქნება. და დიდი განსხვავება არ არის ეხლა $30 და $15 შორის რა. დიდი განსხვავება არ არის. სამაგიეროდ ეს დიდხანს გაყვება და ის არა. და რა თქმა უნდა გირჩევ თუ შესაძლებლობა გაქვს, აი ამას გირჩევ. ეს არის reload-ი. ეს ერთია და დღეს გაყიდვაში აქვთ. ანუ დღეის მდგომარეობითაც შესაძლებელია შეხვიდე ამათ საიტზე და გამოიწერო ეს. ერთსპირალიან ბაკებში ყველაზე კარგი ბაკია, ეს არის ჩემი აზრით. ყველაზე კარგად გადმოსცემს გემოს. მოდი ესე ვთქვათ, ბევრი ორსპირალიანი ვერ გადმოსცემს გემოს ისე, როგორც გადმოსცემს გემოს ეს. ხარისხი რა თქმა უნდა უმაღლესია და გაყვება 5-10 წელი კი გეყოფა. თან პლუს ამას იქნება საუკეთესო ბაკი. როგორი რაღაცა იცი, აი იყიდი ამას დაუშვათ. მერე ეძებ უკეთეს, ხო? მერე ყიდულობ კიდე რაღაცას დაუშვათ. ამას ბევრ რაღაცას ყიდულობ, გაიგე? იმიტომ რომ ეძებ უკეთეს. და ხარჯავ საბოლოო ჯამში ხარჯავ ბევრს. და მაინც ეძებ უკეთეს. და ამ შემთხვევაში რახან შენ აპირებ ვეიპინგში დარჩენას და არსაწასვლას არ აპირებ, შეგიძლია იყიდო ეს, რა თქმა უნდა ამ გენზე ძვირი ღირს, მაგრამ ამას ერთს რო იყიდი, დანარჩენებს უკვე აღარ გაეკარები. იმიტომ რომ იცი, რომ ყველაზე კარგი გიჭირავს ხელში. უკეთეს უბრალოდ ვერ იყიდი. იდეალური გემოს გადმოცემა აქვს და იდეალური ხარისხი. თუ შესაძლებლობა გაქვს, იყიდე ეს. ბევრად ძვირი არ ღირს, დაახლოებით $60 ღირს, მაგრამ ჯობია ერთხელ $60 მისცე და გექნება საუკეთესო და აღარ იქნები ძიებაში, სხვების ძიებაში, ვიდრე იყიდო ერთხელ ეს, მერე მეორე, მერე მესამე, მერე მეოთხე და საბოლოო ჯამში გამოვარო 5 ძვირი და ხარჯი და ისევ რაღაცა გინდა. ეს ვეიპინგში სხვათა შორის ძალიან ხშირია. რა თქმა უნდა, წარმოებლებისთვის ეს კარგია, იმიტომ რომ ბევრი ეყიდებათ სხვადასხვა რაღაცა, მაგრამ სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს ეს რა არის.
რაც შენ მომწერე ახლა წარმოდგენა არ მაქვს ხელი გამიშრა და დამავეწყდა წყლის დალევა და ახლა მახველებს და აი ამ გახსენებაზე ისევ გაგიმეორებთ ყველას რომ როდესაც ვეიპინგით ხართ დაკავებული წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ იმიტომ რომ ორთქლი აშრობს ხელს და აუცილებელია რომ სითხე მივიღოთ მეტი ხო ნახე ახლა ეს რაც არის მაგრამ ეს არ არის თავისუფალი ნაპასი ხო არც MTL არ არის ეს და არც თავისუფალი ნაპასი არ აქვს ეს სპირალიანია როგორც ხედავ არ ვიცი რამდენად კარგად გადმოსცემდა ეს გემოს ხა აქ რო უყურებ დიდი არაფერი არა მაგრამ ისიც შემიძლია ვთქვა რომ შესახედავად შეიძლება დიდი არაფერი იყოს მაგრამ გადმოცემა სითხის გემოს გადმოცემის უნარი ხონდეს ძალიან კარგი არ ვიცი მე არ მქონია ანუ შენ თუ ხმარობდი შენ იცი როგორი გემოს გადმოცემა აქვს ეგ სპირალიანი იყო და ამიტომ შეგიძლია რა თქმა უნდა იყიდო თავისუფლად შეგიძლია ეს იყიდო აი ეს Destiny კი ბატონო რეკომენდაციას ნამდვილად უწევ იმიტომ რომ კარგი ბაკი გამოდგა მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ იაფია ну როგორ იაფი აი ჩვეულებრივი სტანდარტული რიგითი ჩინური ორიგინალი ბაკის ფასი აქვს შეგიძლია ეს იყიდო თუ პრობლემა გაქვს ბამბის ჩადების და სითხე გაზის ქვევიდან შეგიძლია ეს იყიდო და ამას საჰაერო ჰაერს საიდანაც იღებს აქვს ზევით განთავსებული და არასოდეს არ გაუვა სითხე ну ალბათ ძალიან უნდა მოინდომო რომ აქედან სითხე გაუვიდეს მაგრამ არ ამგონია რომ მაგდენი შეძლოს ადამიანმა თუმცა ესენი ყოველთვის აგებს გემოს გადმოცემაში ვიდრე ესენი იმიტომ რომ აქ აქვს ქვევიდან საჰაერო ქვევიდან ადის პირდაპირ და აქ აქვს ზევით აქედან შედის და მერე შიგნით ნაწილდება სადღაც და ამიტომ იკარგება მერე საბოლოო ჯამში გემო და ძალიან იკარგება ბევრად იკარგება ყოველთვის ჯობია ისწავლო ამაზე ისწავლო რა პრაქტიკიდან მოდის ხო ჩადებ 5-ჯერ 15-ჯერ და მერე დაუმუღამებ რამდენი ბამბა ჩადო და მორჩა პრობლემა აღარ გექნება ყველა ბაგზე მასეა პრინციპში რამოდენიმეჯერ რო ჩადებ ბამბას უკვე იცი რომ რამდენი ჩადო რომ არ გაუვიდეს და არც დააკლდეს ხო დღესდღეობით რაც არის მოკლედ აი ამას გირჩევ იაფ ვარიანტს ამას გირჩევ და ორ აკუმულატორიანი ისედაც გაქვს ხო ეგერ მოდი ყველაზე იაფი დაგიждდება ეს თუ პრობლემა გაქვს ვიმეორებ ბამბის ჩადებაზე მაშინ აი ეს blaze ორ სპირალიანის ნაცვლად ერთ სპირალიანიც არის ესა blaze solo ქვია იმას თუ არ ვწები ის ერთ სპირალიანი შეგიძლია ან დიადრაბიტი არის მკვდარი ესე ქვია ქართულად მკვდარი კურდღელი დიადრაბიტი არის პრინციპში იგივე ვარიანტია რაც ეს blaze და იმგენსაც ზევიდან აქვს ჰაერის მიწოდება
ვერ გავიგე. ისე აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპის ატომაიზერი იხმარო, რა თქმა უნდა. ხშირი მოხმარების რაიმე განსხვავება არის. როგორ რაღაცა იცი, ხშირი მოხმარებისთვის. ყველაზე ხშირად ხმარობს ადამიანი MTL-ს. MTL-ს ხმარობს ყველაზე ხშირად. პლუს ამას შიგადაშიგ ხმარობს ერთ სპირალიანს ან ორ სპირალიანს. იმიტომ რომ მეტი ორთქლი უნდა. აი ხა მე მაგალითად ძირითადად ხმარობ MTL-ს, ძირითადად და შიგადაშიგ ხმარობ ან ერთ სპირალიანს, ან ორ სპირალიანს. გააჩნია რომელი მაქვს ხელში რა, ახლოს. იმისთვის არის საჭირო ორ სპირალიანი და ერთ სპირალიანი, რომ აქ უფრო მეტი ორთქლი ამოდის და ზოგჯერ, ეხლა მე სხვაზე ვერ ვიტყვი, მე ვლაპარაკობ ჩემ თავს. ზოგჯერ მაინც მაქვს რაღაცა ნაკლებობა რა. მეტი მჭირდება ალბათ ნიკოტინი და ამ შემთხვევაში ნაპას რო დავარტყავ ორ სპირალიანზე ან ერთ სპირალიანზე მეტი ორთქლი მოდის და თითქოს კმაყოფილდება ორგანიზმი. და თორე ძირითადად ხმარობ MTL-ს. ჯერეთი ეს რო ვიხმარო სულ, ხო? მაშინ სითხე დამჭირდება ძალიან ბევრი. მეორე არ მჭირდება სულ ამის მოხმარება, იმიტომ რომ ბევრი ორთქლი მომაბეზრებელია. აი ეს არის ამის ორთქლი, MTL-ის ორთქლი. და MTL-ში მე სხვა სითხე მიდის, ვიდრე ჩვეულებრივ ორ სპირალიან ბაკში. თავისუფალი ნაპასით. სითხე განსხვავდება გემოებისგან ერთმანეთში და უფრო მრავალფეროვნება გემოების, გაიგე? აქ უფრო სიგარეტის გემოები მიდის. აქ მიდის დაუშვათ რაღაც ნაოцხრები, კრემები, ხილი და ესე შემდეგ სხვადასხვა გემოები და ეს მრავალფეროვნება რო არის, ხო? უფრო მარტივია, რომ დაუშვათ ხელი არ წაუწდეს ადამიანს სადღაც სხვაგან. ანუ სიგარეტისკენ და ერთჯერადებისკენ და ესე შემდეგ. იმიტომ რომ არ გჭირდება, როდესაც ესეთი მრავალფეროვნება გაქვს. სხვადასხვა გემოების, სხვადასხვა ორთქლის რაოდენობის და ესე შემდეგ. ამიტომ ვამბობ მე, რომ საჭირო არის როგორც MTL ბაკი, ისე თავისუფალი ნაპასით ბაკი. გინდა ერთ სპირალიანი, გინდა ორ სპირალიანი. და როცა ადამიანი იწყებს, ხო, ვეიპინგს, იმას ხო არ აქვს ბევრი მოდი. დაწყების დროს, იმიტომ თქვი, ჯობია ორ აკუმულატორიანი შევიძინოთ. შევძლებთ ორ აკუმულატორიანზე, გავუკეთოთ როგორც MTL-ი, ისე ჩვეულებრივი თავისუფალი ნაპასით ბაკები და ავაორთქლებთ ყველანაირ ბაკს. ერთ ელემენტიან მოდზე ვერ შევძლებთ, მაგალითად ახლა ამ მოდზე, ერთ ელემენტიან მოდზე ვერ დავსვავ აი ამას. იმიტომ რომ ელემენტარულად ვერ გაკაჩავს. სიმძლავრე არ ეყოფა. შენ ახან დრაგ 3 გაქვს. დრაგ 3 ორ აკუმულატორიანია, ისე რომ გაკაჩავს ერთსაც, მეორესაც, მესამესაც და ყველას გაკაჩავს. ხარამდენად ხარისხიანად გააცხელებს პირალს ეს მეორეა, მაგრამ დასაწყისში, ხო?
მაგას არავინ არ უყურებს. ისე რომ ძალიან დიდი სხვაობაა რომელ ატომაიზერს იხმარ. ანუ შენი ორგანიზმის დასაკმაყოფილებლად უნდა გქონდეს სხვადასხვა ვარიანტი. რომ ორგანიზმი დაკმაყოფილდეს, იმიტომ რომ გთხოვს ის. გთხოვს როცა ცოტა ორთქლს ღებულობ, გთხოვს შიგადაშიგ რომ ბევრი ორთქლი მიაწოდო, მაგრამ როცა ბევრ ორთქლს ხმარობ, თუ ბევრ ორთქლს ხმარობ, შიგადაშიგ გთხოვს რომ ნაკლები ორთქლი იხმარო, იმისთვის არის ზუსტად ერთსპირალიანი, ორსპირალიანი გამოგონებული. რომ ადამიანებს რო ქონდათ მოთხოვნა, ამიტომ გააკეთეს. და რაც უნდა გაითვალისწინო, ეს არის რა. ანუ შენი მოთხოვნილების შესაბამისად უნდა მოიხმარო ან ერთი, ან მეორე, ან მესამე. ერთია ერთიას შორის განსხვავება, ერთია და ერთიას შორის განსხვავება ეხა მოხმარების დროს რაც არის ის გიგაჩვენე, იმას ბაკი აქვს, ანუ რეზერვუარი აქვს, საიდანაც სითხე, აი ესეც ერთია, ხო? MTL-ია, მაგრამ ერთია. აი ეს რეზერვუარია, საიდანაც შიგნით თავისით ჩადის სითხე. ანუ აქ ქვევით, როცა მოაკლდება ბაზაში სითხე, ბამბას, რეზერვუარიდან ჩადის. მაგრამ ამის შემთხვევაში, ხო? დაუშვოთ. ეს ცუდი მაგალითია. აი ესე ვიღოთ, აქ ყველაფერი უფრო ნათლად ჩანს. ერთიას შემთხვევაში. აქ რომ მოაკლდება სითხე ბამბას, ამას ბაკი არ აქვს. ჩვენ უნდა ჩავაწვეთოთ ზევითან. ან მოხსნათ და ისე დავაწვეთოთ, ან პირდაპირ ზევიდან დავაწვეთოთ. სხვაობა არის ეს. მერე ეხლა, რა თქმა უნდა, გააჩნია როგორი ერთია, ანუ დრიბკა, ხო? ზოგიერთი დრიბკა ისეთია, რომ გემოს გადმოცემის საშუალება საერთოდ არ აქვს. მაგრამ ძირითადად დრიბკა უფრო კარგად გადმოსცემს გემოს, ვიდრე ბაკი. და რატო? იმიტომ რომ ჩვენ ამას თუ შევხედავთ, ხო? ეს ნათქვამიც მაქვს ადრე. სპირალი განთავსებულია პირდაპირ აქ. და სპირალთან არის დრიბტიპი. აქ სადავართ. ეხლა გადავალ იმას. და უფრო მარტივი იქნება, მე მგონი, უკეთესად დაინახავთ. აი ამ შემთხვევაში, აჰა. აი ეს არის დრიბკა, ხო? აგდევს სპირალი და ბამბა. ჩვენ ამას რო ვასწვლებთ, ვახურავთ თავზე და აი რამხელა ღარი აქვს, ხო? და პირდაპირ სპირალთან აქვს. პირდაპირ სპირალთან. ამ შემთხვევაში ეხლა რომელიღაცას დაგანახებთ. ამ შემთხვევაში აი აქედანაც ჩანს, ხო? აქ არის სპირალი და შემდეგ მოდის უკვე შახტა. ანუ ჩვენ დრიბკის შემთხვევაში გვაქვს სპირალი და პირდაპირ დრიბტიპი. აქ ჩვენ გვაქვს შახტა, რომელიც უნდა გამოიაროს და მერე ამოვიდეს დრიბტიპიდან, ხო? ესე მაგრად არის, რომ ვერ ახსნი. კარგა ხანი არ გამიხსნია ეს. აჰა, აი,
აი ბამბა და აი აქედან მერე უკვე ხო უნდა გამოიაროს შახტა და ამოვიდეს აქ შახტა შეხედეთ როგორი წვრილია აი განსხვავება რომ უფრო თვალნათლივ დავინახოთ ხო აი ესე გავაკეთოთ ეს მოხსნათ და ესეც მოხსნათ აქედან აი სხვაობა აი ნახე ეს რამხელაა და ეს რამხელაა ფაქტიურად აქედან ამოსული ორთქლი კარგი მსუყე ორთქლი პირდაპირ შემოდის პირის ღრუში და მერე ფილტვებში ამიტომ ის ორთქლი უფრო გემრიელია ვიდრე აი აქ ვიწრო შახტაში გამოტარებული ორთქლი და შახტიდან უკვე როდესაც მოდის პირის ღრუში და მერე ფილტვებში ეს არის უფრო გემრიელი და მსუყე ეს არის უფრო ნაკლებად გემრიელი რა თქმა უნდა თუმცა არის ბაკები არის ნამდვილად ბაკები რომლებსაც გემოს გადმოცემის უნარი ძალიან მაღალი აქვთ ეგეთი ბაკებიც არის აი ერთ-ერთი მათგანი არის reload-ის ბაკი 24 მმ-იანი მაგრამ ამ შემთხვევაში შევხედოთ ამის შახტა არის ძალიან განიერი თუ არ ვწდები ეს არის ერთადერთი ბაკი რომელსაც შახტა აი ეს შახტა აქვს ძალიან განიერი და მე ვფიქრობ რომ ზუსტად ამის ხარჯზეა ეს ბაკი ისეთი როგორიც არის ანუ ძალიან კარგად გადმოსცემს სითხის გემოს მაგრამ ნუ ეს ბაკები აღარ არის წარმოებაში საერთოდ ჩინელებს აქვთ ეგეთი რაღაცა და სხვებსაც ვეიპინგში მე რასაც ხედავ სხვებსაც იგივე აქვთ ერთ წუთი აქ შევცვალო უნდა ხო სხვებსაც იგივე აქვთ გამოუშვებენ რაღაცა პარტიას გამოუშვებენ აი ავიღოთ დაუშვათ ნებისმიერი მოწყობილობა რა ნებისმიერი მოწყობილობა ავიღოთ აი გამოუშვეს მაგალითად ეს მოწყობილობა ამ მოწყობილობას მაიცა აი ესე განახებთ გამოუშვეს ეს მოწყობილობა გამოუშვეს რაღაცა პარტია დაუშვათ სიტყვაზე 100 წალი ან 1000 წალი არ ვიცი რამდენი ხო და მორჩა მოიხსნა წარმოებიდან ამას აღარ გამოუშვებენ არასოდეს წარმოებაზე დააყენეს სხვა მოდელი და იმას აწარმოებენ ვეიპინგში რა არის ახლა ანუ თუ აი იმ პარტიიდან ვერ მოვასწარეთ ყიდვა თავის დროზე როცა იყიდება მე ვეღარ ვიყიდით ვერასოდეს ну ყოველ შემთხვევაში ახალს უხმარს და ორიგინალს თორე კლონები შეიძლება მერეც იყიდებოდეს მეორადსაც მერეც ვიყიდით მაგრამ აი იმას ვეღარ ვიყიდით ამიტომ ვთქვი მე რომ აი ეს ბაკები არის ძალიან კარგი ბაკები მაგრამ ვეღარ ვიყიდით იმიტომ რომ წარმოებიდან მოხსნილია კარგი ხანია უკვე აი ეს ბაკები კარგი ბაკებია და ჯერ კიდევ ვიყიდება ისე რომ შეიძლება ამის ყიდვა და გირჩევთ რომ იყიდოთ ამ ბაკს რაც შეეხება ნაკლებად გირჩევთ იგივე ესეც reload-ია ხო მაგრამ ნაკლებად გირჩევთ იმიტომ რომ იმ ვიდეოსაც თუ ნახავდით ჩემ აზრს ნახავდით ხო ამ ბაკს ну მხოლოდ იმისთვის ვისაც დაუშვათ არ შეუძლია ბამბის ჩადება ნორმალურად და ზუსტად იცის რომ ვერ შეძლებს ვერასოდეს არიან ესეთი ადამიანები
გასაგებია, მადლობა. ხო, კარგია თუ გასაგებია. და რაც შეეხება RDA-საც აქვს როგორც ერთსპირალიანები, ისე ორსპირალიანები. და პლუს მაგას RDA არის როგორც ჩვეულებრივი პინით, ისე squonk პინით. ანუ ის ამბავი, რასაც ვლაპარაკობდი ახლა მე, რომ უნდა ჩავაწვეთოთ სითხე და რეზერვუარი არა აქვს თქო. პრინციპში ეს ვარიანტიც გამოასწორეს ვეიპინგში მწარმოებლებმა და გაუკეთეს BF პინი, ანუ პინი, რომელიც არის გახრეტილი და გახრეტილი პინის შემთხვევაში აი გამოუშვეს ესეთი მოდები. ჩვეულებრივი მოდია, ოღონდ აქვს რეზერვუარი ქვევით. და ამ დრიპკებს გაუკეთეს BF პინები. ანუ გახრეტილი პინი. გაჩვენებთ ახლა როგორ. აი მაგალითად ესეთი. სადავართ. ეს თვითი გავწმინდა ამას. გავწმინდა და გადმოვალ მაგი დისკი. აი ეს არის ჩვეულებრივი პინი, რომელიც გახრეტილი არ არის, თუმცა ამასაც უკეთდება ეს გახრეტილი პინი, ეცვლება. და ეს არის გახრეტილი BF პინი, ეს არის გახრეტილი. ამას რო გაუკეთებთ squonk modes, ესე ქვია ამის. squonk modi. და დავაწვევით აქ ამ რეზერვუარს, ხო? აი ესეთი ვარიანტია. რო დავაწვევით ამ რეზერვუარს, სითხე ამოდის ზევით, ასველებს ბამბას და რა ზედმეტი იქნება, მერე ჩამოდის უკან. თავის სპეციფიური ხმა აქვს და იმიტომაც ქვია squonky. და აქ იდება ან ერთი აკუმულატორზეა, ან ორ აკუმულატორზეა, ნუ სხვადასხვა ვარიანტებია ესენი. არის რეგულირებადი პლატით, არის MOSFET პლატით, ანუ არარეგულირებადი პლატით. და პლუს მაგას ეს კონკები არის მექანიკაც. ანუ პლატა საერთოდ არ აქვს. მექანიკურები. მაგრამ სკონკია. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დღემდე ხმარობს RDA-ს, როგორც თავისუფალ ნაპაზზე, ისე MTL. იმიტომ რომ RDA უფრო კარგად გადმოსცემს გემოს, ვიდრე RTA. შესაბამისად, ბევრი ვეიპერი არის ისეთი, რომ არ უნდა უფრო ნაკლებად რომ გადმოსცეს გემო და ხმარობს მხოლოდ RDA-ს. საქმე იმაშია, რომ აი ეს საკითხი, რომ კარგად გადმოსცემდეს გემოს, რაში ჭირდება ვეიპერს. სითხეში რაც უფრო ნაკლები რაოდენობით არის არომატიზატორი, მით უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს ადამიანის ორგანიზმს. ანუ ვეიპის სითხეში არის პროპილენგლიკოლი, გლიცერინი, ნიკოტინი და არომატიზატორები. რა სხვადასხვა სახეობის არომატიზატორები, მონო გემო არასოდეს არ არის, იმიტომ რომ მონო გემო არ ვარგა. რამოდენიმე სხვადასხვა გემოს არომატიზატორებს ურევენ და აი ამას ხმარობთ ჩვენ. და რაც უფრო მეტია არომატიზატორი,
უფრო სწრაფად აფუჭებს coils, ქარხნულ coilებზე მაქვს ლაპარაკი და უფრო სწრაფად აბინძურებს სპირალს. ეხლა სპირალის დაბინძურება ჩვენ ბევრს არაფერს დაგვაკლებს, იმიტომ რომ ამოვიღებთ ბამბას, გავწმინდავთ სპირალს, ჩავდებთ ახალ ბამბას და გავაგზავნებთ აორთქლებას, ხო? ეს ჩვენთვის არაფერი არა. მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვინც coilებს ხმარობს, ქარხნულ coilებს, ეს დამატებითი ხარჯია. და შესაბამისად, რაც უფრო კარგად გადმოსცემს მოწყობილობა გემოს, მით უფრო ნაკლები კონცენტრაციით შეგვიძლია ჩვენ სითხე ავაორთქლოთ, იმიტომ რომ კარგ მოწყობილობაში, კარგ ბაკში ან კარგ დრიბკაში გემო ისედაც კარგად მოდის. შესაბამისად, თუ დავუშვათ პროცენტულად, ჩვენ შეგვიძლია კარგი ბაკით მოვიხმაროთ და კარგი მოდით პლუს სპირალით, ნუ ბევრი რაღაცა მოვიხმაროთ სითხე, რომელშიც კონცენტრატების რაოდენობა არის მინიმუმზე დაყვანილი, დავუშვათ სიტყვაზე 5% ან 10%. და მივიღოთ კარგი გემო, რასაც ქვია, რომელიც გვაკმაყოფილებს, ჩვეულებრივ რა, აი უბრალო ბაგზე, უბრალო სპირალზე ჩვენ იმ გემოს ვერ მივიღებთ. ამიტომ ვცდილობთ, რომ მოუმატოთ კონცენტრატები სიცხეში, ხო? 5-ის მაგივრად 10 გავუშვათ, 20 და ესე შემდეგ. და ეს უკვე ძალიან ცუდად მოქმედებს ორგანიზმს. შესაბამისად, რაც უკეთესი მოწყობილობა გვაქვს, მით უკეთესი არის საბოლოო ჯამში ჩვენი ჯანმრთელობისთვის. და პრინციპში იმიტომაც ვეძებთ, ხო? იმ ბაკს, რომელიც უკეთესად გადმოსცემს გემოს, იმ სპირალს, რომელიც უკეთესად გადმოსცემს გემოს და ესე შემდეგ. იმ მოდს, რომელიც კარგად კორექტულად აცხელებს და ესე შემდეგ, ხო? აქ რაღაცა გაიჭედა. ახლა ესე გაიშვა, არ ვიცი, შეიძლება წყვეტა იყო იმაში. აქვია, ეთერში. ხო, მე მგონი, რა ვიცი, ამოუწურე ეს თემა. ამ ეტაპს. თუ დაგჭა დამატებით კითხვა რამე, მკითხე და გიპასუხებ. თუ არა და მე მგონი უფრო კარგად გასაკეთებელია ეს ვიდეო და დასადებია. არაფერს, იმიტომ მინდოდა ლაივში ყოფილიყავი, რომ შენ რომ მკითხე, აი ვერ გაჩვენებდი იქ, აი დაწერით, ხო, აი კიდე კომენტარებში და კიდე იმაში. ვერ აჩვენებ ადამიანს. უნდა უთხრა, აუხსნა და ეხლა როცა რაღაცას ეუბნები და უხსნი, ხო? თუ იმას არ აქვს დაუშვათ ვიზუალური კონტაქტი, ხო, ძალიან რთულია. ამიტომ სტრიმის დროს ყოველთვის უფრო მარტივია პასუხისგაცემა და ესე ზედაპირულად პასუხისგაცემა არ მინდა რა, იმიტომ რომ ზედაპირულად შეიძლება შეცდომაში შეგიყვანო პირიქით. შესაბამისად, ვცდილობ ყოველთვის, რომ აი დაწვრილებით აგიხსნათ. იმიტომ რომ შეცდომის დაშვება პრინციპში აქ ძალიან ცუდია. და მე რო შეცდომაში შეგიყვანოთ არ მინდა. სხვა რამე შეკითხვები თუ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ დაწეროთ ახლა ჩატში. თუ შეკითხვები არა გაქვთ დამატებითი, მაშინ ხო, რა მინდოდა კიდე მეთქვა.
რაც შეეხება საახალწლო ვარიანტს. ახალი წელი მოდის ახლა მალე და საახალწლოდ გვექნება რა რაღაცები მაქვს დაგროვილი. ხო და ჯგუფში რაღაცებს აუცილებლად დავარიგებ იმაში. ზოგს რანდომაიზერში, ზოგს პირდაპირ. მოკლედ ახალ წელს ისე არ დაგტოვებთ. იმიტომ რომ იყო იქ უკვე. რომელიღაცა ლაპარაკობდა რომ ის აღარა მაქვს რა ქვია. სპირალები არა მაქვს. სპირალებს დაგირიგებთ თავის ბამბასთან ერთად და რამოდენიმე ისა მაქვს კიდე. რამოდენიმე მოდი მაქვს და იმასაც რანდომაიზერში გავათამაშებ რომელიმეს გამოგადგებათ. სხვა მეტი არაფერი თუ არ არის რამდენი ხანია იმაში ვართ. ეთერში ვართ 1 საათია უკვე და მე მგონი დამთავრებისკენ წავიდეთ. დავამთავროთ აქ დაგემშვიდობებით. თუ რამე პრობლემა გექნებათ, მომწერეთ და პირდაპირ ჯგუფში დაწერეთ და იქ შეიძლება სანამ მე გაგცემთ პასუხს, მანამდე სხვებმაც გაგცეთ პასუხი. კარგი, აბა დაგემშვიდობებით და გენრიელ ორთს გისურვებთ.